მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო, პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეკვატივი ეთერშია. დღეს 21 თებერვალს საქართველოს კონსტიტუციის დღეა, რაც საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავარი მონაპოვარია. 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა. კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა. თქვენ წინაშე წარმოდგენილია გადმოცემის ის ეგზემპლარი, რომელსაც დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერები ახლავს. ახლა გადავიდეთ სკოლის სიახლეებზე. თვის დასაწყისში ჩატარდა მილენიუმის ათწლეულის კონკურსი, სადაც ბეკუას გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მათ წარმოდგენილი ჰქონდათ ბუნებრივი კატასტროფების შემსწავლელი დრონი. კონკურსს უამრავი სპონსორი ყავდა, მათგან ერთ-ერთმა ლინიენ ჯორჯიამ კი გუნდი უახლესი დრონით დაასაჩუქრა. სკოლაში ტარდება კონკურსი ჩემი თვალით დანახული ოკუპაცია. სადაც მოსწავლეებს ევალებათ დამზადონ პოსტერები ან წერილები, რომელიც ძალიან კარგად ასახავდეს იქნება ომის პერიოდს. და ბოლოს 14 თებერვალს ჩვენ სკოლაში ვალენტინობა განსაკუთრებულად აღნიშნა. გთავაზობთ პატარა ვიდეო რგოლს. ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი, შენი ყავი ერთადერთო, როცა კუცი მაისიდა, სიყვარულის ცეცხლი გვენთო, რა ყოფილა სიჯაბუკე, ჩემო კარგო ხვდები უკვე, ეს წლებია სიყვარულისა. აბა როგორ დავივიწყო ოცნებების წლები წმინდა მერე რა რომ არა ვიხდა რა უყო თუ გაგვიფრიდა. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია რუბრიკა ვეკვა ჭუჭურტანაში. მე კი მისი წამყვანი ემილია ხუხუა ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება დემეტრე გელაშვილი, ჩვენი მათემატიკის წრის თანახელმძღვანელი, რომელიც გვესაუბრება მის გამოცდილებაზე, საოლიმპიადოს აქტიურობასა თუ მათ წარმატებებზე. მოგესალმებით დემეტრე, როგორ ახართ პირველ რიგში? გამარჯობა, კარგად ვარ, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მოსვლისთვის. წარმატებებს უსურვებ ვეკუატივის, კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი ჩაეწეროს. პირველ რიგში პირველი კითხვა ასეთი იქნება, თუ ზოგადად რას გადიხართ მათემატიკის საოლიმპიადოზე და მის შესახებ რომ მოგვიყვათ ორი სიტყვით. კი ბატონო. მათემატიკის საოლიმპიადო წრე ეს არის კლასგარეში აქტივობა, ეგრეთ წოდებული კლუბივით შეგვიძლია აღვიქვათ, რომელსაც უკვე წლები არის ხელმძღვანელობს ბატონი კოტე კუპატაძე და მისი მთავარი მიზანი არის მოსწავლეები მოამზადოს არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადისთვის. მოგეხსენებათ, მეორე არაერთი ოლიმპიადა ტარდება, იქნება ეს ყაზახეთის შეიძლება ბალკანეთის მსოფლიო მათემატიკის ოლიმპიადა. ჩვენი სკოლა ამისთვის ამზადებს მოსწავლეებს და ეს მოსწავლეები არაფრით არ არიან არჩეულები, ან ნებისმიერ შეუძლია რომ მოვიდეს. თავის ასაკობრივი ჯგუფში უბრალოდ მოვიდეს დანიშნულ გრაფიკზე, დანიშნულ დროს, ჩვენ მათ ვამეცადინებთ. სრულისა და ინტერესის შემთხვევაში მათ შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა არაერთ მნიშვნელოვან ოლიმპიადაზე, მოიპოვონ სახელი როგორც თავისთვის, ისე სკოლისთვის და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი არის მათთვის როგორც შესაძლებლობის მხრივ. ზოგადად ჩვენი სკოლა ცნობილია როგორც მათემატიკისა და ფიზიკის სკოლა და იგი გაძლიერებულად ისწავლება და რომ გითხრათ განსხვავება საოლიმპიადო მათემატიკასა და ჩვენი ჩვეულებრივი სკოლის მათემატიკას შორის. ვიტყოდი რომ საოლიმპიადო წრის მათემატიკასა და ჩვენი სკოლის მათემატიკას შორის დაახლოებით იმდენივე არის განსხვავება, რამდენიც ჩვენი სკოლის მათემატიკასა და საჯარო სკოლის მათემატიკას შორის, იმიტომ რომ აქ კიდევ უფრო გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა. მართალია ისეთი ვიტყოდი რომ ტრიგონომეტრია და სტერეომეტრია არ ისწავლება ისეთ სიღრმისეულად, იმიტომ რომ ზოგადად ოლიმპიადებზე არ არის ეს საჭირო თემა და არ შედის არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, თუმცა ბევრი ისეთ თემას გადიან ბავშვები, როგორიც არის კომპლექსური რიცხვები, სიღრმისეულად კომბინატორიკა, ფუნქციური განტოლებები, რომლებზეც ალბათ მე-12 კლასში 1-2 სიტყვით თუ გაკვირვით ვიტყვით სკოლაში და ამას კი ჩვენთან წრეზე ბავშვები მე-19 კლასიდან უკვე აქტიურად სწავლობენ ხოლმე.
ნებისმიერი მოსწავლე და ბავშვი რომელიც მოვა, რა უნარჩვევებს ასე ვთქვათ შეიძენს ამ საოლიმპიადო წრით და რაში გამოადგება იგი ცხოვრებაში? ნუ პირველ რიგში ვიტყოდი რომ თუ ბავშვი მოდის საოლიმპიადო წრეზე, აუცილებელი არის რომ კონდეს საკმაოდ დიდი мотиваცია და დიდი სურვილი იმისა რომ მათემატიკა უფრო სიღრმისეულად ისწავლოს. აი ეს არ არის ისეთი საქმიანობა, რომ ნუ გასაგებია ხა დასწრება თავისუფალი არის, შეიძლება ნებისმიერ დროს მოვიდეს ბავშვი, მოისმინოს და მე საერთოდ აღარც გაეკაროს პირობითად საოლიმპიადო საქმიანობას. მაგრამ საუბარი მაქვს რომ თუ იგი სერიოზულად უყურებს ამ საკითხს, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გამოიმუშავებს ისეთ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორც ნებისმიერ სხვა სპორტის სახეობაში შეიძლება ადამიანმა გამოიმუშაოს. ეს არის დისციპლინა, საკუთარ თავზე მუშაობა, სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება. იმიტომ რომ გარემო რომელშიც მათ მერე უწევთ ხოლმე მონაწილეობა თვითონ ოლიმპიადაზე, ეს არის დაახლოებით 4 საათნახევარი, სადაც შენ თავთან ძიხარ მარტო, 3 ამოცანა, შეიძლება 4-იც ხოლმე და უბრალოდ უნდა ამოხსნა ისე რომ არანაირი დახმარება და იქვე არაფრის მოძებნა არ შეგიძლია, მხოლოდ წინარე ცოდნა და ეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს დაახლოებით შეგვიძლია შევადაროთ სხვა ნებისმიერ სპორტის სახეობაში, როდესაც სპორტსმენი ემზადება წლების განმავლობაში კონკრეტული შეჯიბრისთვის და მერე გამოდის რომ თავისი მაქსიმუმი აჩვენოს. და ვიტყოდი რომ ფაქტობრივად ნებისმიერ ამ თვისებას ბავშვი აითვისებს წრეზე სიარულით. ახლა კი შევეხოთ ჩვენი სკოლის წარმატებებს და ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგებს მსოფლიო ასპარეზზე. კი ბატონო, ჩვენ სკოლას არაერთი პრიზორი ყოლია წლების მანძილზე, სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე, თუმცა მე ამ შემთხვევაში გამოვყოფდი იმ პერიოდს, როდესაც უშუალოდ მე რაც ვასწავლი სკოლაში, როგორც საოლიმპიადო წრის მასწავლებელი. თუნდაც წელს ეხლა ხან იანვარში, როდესაც ჩვენი სკოლის ნაკრები ჩამოვიდა ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, ყაზახეთიდან, დემეტრე კოხრეიძემ მათემატიკაში მოიპოვა ბრინჯაოს медали. აგრეთვე გამოვარჩევდი ზუსტად ამ ზაფხულს მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ჩვენი ნაკრების წევრი, საქართველოს ნაკრების წევრი გახდა რატი რატიანი, ჩვენი სკოლის ასევე ერთ-ერთი გამორჩეული ოლიმპიელი და მან მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ასევე მოიპოვა ბრინჯაოს медали. ვფიქრობ ასევე უნდა გამოვყო ისიც რომ მათემატიკაში ტარდება გოგოების მსოფლიო ოლიმპიადებიც, სადაც ყოლია ნაკრების წევრების, თუნდაც შარშან ნაკრების წევრი იყვნენ რუსკა კუპატაძე და სალომე მურდალაშვილი და სალომემ წელსაც მოახერხა ნაკრების წევრად ყოფნა. იგი საქართველოს წარადგენს წლევანდელ ოლიმპიადაზე. მაგის გარდაც ბალკანეთში ტარდება ხოლმე მსოფლიო ოლიმპიადა მათემატიკის, სადაც ასევე ყოფილა რატი რატიანი ჩვენი სკოლის და არა მარტო სკოლის, არამედ ქვეყნის წარმომადგენელი. და ვფიქრობ ჩვენი სკოლა საკმაოდ კარგ შედეგებს ახერხებს ხოლმე იმის გათვალისწინებით არ არის იმენად პოპულარული საოლიმპიადო წრე ბავშვებში და ვფიქრობ ეს გადაცემა დაეხმარება მათ ამ ინტერესის გაღვივებაში და მაგის მიუხედავადაც ჩვენი სკოლა ახერხებს და მაინც ყოველწლიურად საკმაოდ კარგ შედეგებს დებს ხოლმე ოლიმპიადებზე. ბოლოს თქვათ თუ რჩევები მივცეთ იმ მოსწავლეებს ვინც ახლა გვიყურებენ და უთხრათ თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ ზოგადად მოსვლა ოლიმპიადაზე და როგორ მოემზადოთ მისთვის? ნუ აქ ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი ორად გაიყოფოდა იმ მხრივ რომელი ასაკის მოსწავლეს ვაძლევ ამ რჩევას. გულისხმობ რომ დაბალ კლასელებისთვის ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საუბარი მაქვს მე-7 და მე-9 კლასელებზეც. უბრალოდ მოგმართონ, იქნება ეს კოტე კუპატაძე თუ მე თუ ნებისმიერი წრის სხვა მასწავლებელი, ჩვენ დაგაყვალიანებთ განრიგს, როდის ტარდება კონკრეტული წრეები. ისინი რეგულარულად ტარდება უმცროს კლასელებისთვის კვირაში 2 ჯერ, საათნახევარიანი გაკვეთილები. მათთვის ყველაზე პრიორიტეტული იქნება ამ ეტაპისთვის უბრალოდ საოლიმპიადო წრეებზე იარონ, არ გააცდინონ. მაქსიმალურად აუწყონ ფეხი საერთოდ ამ გარემოს, მასწავლებლების მითითებები და დავალებები იქნება თუ რაც იქნება ყველაფერი გაითვალისწინონ და ზოგადად შეეგუონ ამ გარემოს, იმიტომ რომ ვფიქრობ საკმაოდ განსხვავდება იგი ზოგადად ჩვეულებრივი სწავლებისაგან. რაც შეეხება უფროს კლასელებისთვის, ალბათ ყველაზე მთავარსაც ვიტყოდი ის არის რომ უნდა გაანალიზონ რომ რასაც აკეთებენ, ეგ საქმე თავისთვის კეთდება პირველ რიგში და რომ мотиваციის გარეშე და დაუღალავი შრომის გარეშე აქ არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ თუ მაგალითად სკოლაში ან თუნდაც ჩვენ სკოლაშიც შეიძლება ბავშვმა თქვას რომ ან მშობელმა თქვას რომ აი ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერება ხელს უწყობს სწავლაში და ამით მაინც ახერხებს იმ ზღვრების გადალახვას. საოლიმპიადო საქმიანობაში ვინც არის ჩართული უკვე ყველა ისედაც ნიჭიერი არის ჩემი აზრით, ამიტომ მანდ უკვე შრომა ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომაც მოუწოდებდი მათ დისციპლინისკენ და საკუთარ თავზე მუშაობისკენ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის. მოგესალმებით, ეს არის ვეკუატივის რუბრიკა 5 კითხვა მასწავლებელს, ხოლო დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ბიოლოგიის პედაგოგი ქავატანი თამლა. გამარჯობათ მას.
გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის. ალბათ დამეთანხმებით, რომ პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია. ამიტომაც მინდა გკითხოთ თუ რამ შთაგაგონათ, რომ ბიოლოგიის მასწავლებელი გამხდარიყავით. ნამდვილად რთული პროცესია და მით უმეტეს იმ ასაკში, რომელ ასაკშიც გვიწევს ხოლმე პროფესიის არჩევა 17-18 წელი არ არის ის ასაკი, როდესაც უმეტეს შემთხვევაში, როდესაც რაღაც ესეთ გამიზნულ და გაცნობიერებულ არჩევანს აკეთებს ადამიანი და რა თქმა უნდა, მეც მქონდა თავის დროზე ეს პრობლემა. ჩემი თავდაპირველი სურვილი იყო მედიცინის შესწავლა და მინდოდა რომ ექიმი გამხდარიყავი, მაგრამ 90-იან წლებში პროცესების გამო არ გამოვიდა და მეორე, ბიოლოგიის არჩევა არ გამჭირვებია, იმიტომ რომ კარგად ვიცოდი და თან პედაგოგობა ჩვენი ოჯახის ცხოვრების წესი არის, პედაგოგების ოჯახიდან ვარ. ბაბუა, დედა, მამი და დეიდა, ირგვლივ ყველა და პრინციპში აი ამ გარემოში გავიზარდე და ამიტომ ჩემთვის ყველაზე მარტივად გასაკეთებელი არჩევანი იყო პრინციპში პედაგოგობა, უბრალოდ საქმე იყო იმაზე, რომელ მიმართულებას ავირჩევდი, რომელი მეცნიერების შესწავლას და ამჯერად გამოვიდა ბიოლოგია და გავაკეთე ესეთი არჩევანი. გიგია. მასწავლობა დამეთანხმებით საკმაოდ რთული პროფესია. იგი მოითხოვს ყოველდღიურ მუშაობას საკუთარ თავთან, გიწევთ სტრესთან გამკლავება ყოველდღიურად. მინდა გკითხოთ, თუ რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც სწავლების დროს გადააწყდით? ხო, პროფესია ნამდვილად რთული და საპასუხისმგებლო პროფესია არის, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენ ვზრდით მომავალს და ისეთი მომავალი უნდა გავზარდოთ, რომლის დანახვაც გაგვეხარდება მერე და პრინციპში ნაწილობრივ ჩვენი პასუხისმგებლობაა ის თუ როგორი იქნება შემდეგში ჩვენი ქვეყანა და საიწავა და როგორ განვითარდება. გამოწვევები ძალიან ბევრი არის და სტრესიც ნამდვილად ბევრია, თუმცა სასიამოვნო მომენტები ხშირად გადაფარავს ხოლმე ამას. მაგრამ თავარი გამოწვევა ეხლა რასაც ვაწყდები და რასაც ვხედავ არის ეს რაღაცა არასწორი დამოკიდებულება და არასწორი აღქმა სკოლის ფუნქციის მოსწავლეების მხრიდანაც და მათი მშობლების მხრიდანაც. დამოკიდებულება მე-7 კლასშივე რომ რაღაც არ მჭირდება და რატო უნდა ვისწავლო, ვფიქრობ რომ არის არასწორი დამოკიდებულება და მოდის ხშირად ოჯახიდან, რომ აი ქიმია რატო უნდა ვისწავლო, მაინც არ დამჭირდება, ან ეს ბიოლოგია ამდენი რატო უნდა ვისწავლო და არჩევანის მიხედვით სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს. და ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი აღქმა ამ სკოლის ფუნქციის. სკოლა არის ადგილი, სადაც ადამიანი სწავლობს მეცნიერებებს, ვითარდება, იძენს ახალ უნარებს. სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც ემზადებიან უმაღლესში ჩასაბარებლად. სკოლის ფუნქცია არ არის ბავშვის მომზადება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის. ჩვენი ფუნქცია არის სხვა და აი მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის, რომ ბავშვიც მშობელიც დაარწმუნო იმაში, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ და რასაც ვასწავლით, არის აუცილებელი, საჭირო, რომ შემდგომ ჩვენ ცხოვრებაში სწორი არჩევანი გავაკეთოთ კრიტიკულ მომენტებში და ჩვენი არჩევანი იყოს მორალის ფარგლებში, სინდისიერი და არ დავაზიანოთ არც ჩვენ გარემო, არც სხვა ადამიანები, ამისთვის გვჭირდება ეს და ჩვენი მთავარი გამოწვევა ცხოვრების არ არის ეროვნული გამოცდების ჩაბარება და მერე რაღაც უნივერსიტეტში მოხვედრა. აი ეს არის ჩემი აზრით, აი მიწევს მტკიცება წლიდან წლამდე იმის, რომ ამისთვის არ ვართ არც მოსწავლეების სკოლაში და არც მასწავლებლები, სხვა დანიშნულება აქვს სკოლას. გასაგები აბსოლუტურად გეთანხმებით. სკოლის ჩვეული გადატვირთული გრაფიკის შემდეგ როგორ იტვირთათ ხოლმე თქვენ თავს, რა არის თქვენი ინტერესები, რა არის თქვენი ჰობები? ხო,
პროფესიიდან გამომდინარეც მცენარეები მიყვარს ძალიან და ამიტომ სახლში მაქვს ეგ სიამოვნება უვლი ამ ჩემს წევრებს ოჯახის ასე ვთქვათ. გარდა ამისა ქსოვა მიყვარს კიდევ და ჩემთვის ყველაზე კარგი საშუალება განტვირთვის დასვენების, აი რაღაც კარგ ფილმთან ერთად ქსოვა არის და ეს არის მიყვარს ეკოტურიზმი, რასაც ქვია, ჩემთვის დასვენება არ არის დაუშვათ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება, მე მირჩევნია სადღაც ზურჩანთით კარვით ბუნებაში ესეთი აქტიური დასვენება და არა დაუშვათ სადღაც კომფორტში ყოფნა არანაირად და ეს გადატვირთვის საუკეთესო საშუალება ადამიანები ვინც გონებრივ მუშაობას ეწევა და ძალიან დიდი დოზით არის ამ საქმიანობით დატვირთული, გაცილებით უკეთესი დასვენება არის ფიზიკური აქტივობა და მით უმეტეს ბუნებაში ეს გადასარევი გამოსავალი არის. ძალიან საინტერესოა. საინტერესო იქნებოდა მასწავლებლიდან რა არის თქვენთვის საუკეთესო რჩევა, რაც ფიქრობთ თქვენ ცხოვრებაში მიიღეთ? აი თავის დროზე ამ რჩევებს არ ვაქცევთ ხოლმე როგორც წესი ყურადღებას და პირიქით ძალიანაც გვაღიზიანებს, გონია რომ ყველაზე უკეთესად ვიცით ყველაფერი და ესე კონკრეტული რჩევები დიდად არ გვამახსოვრდება, მაგრამ ამ რჩევებს განმეორებათი ეს რო აქვს ხასიათი და ხშირად რო გეუბნები, მე გამოგდის გათვალისწინებული და რაც კონკრეტული რჩევა მახსენდება სკოლის პერიოდში, აი დამამთავრებელ კლასში რო ვიყავი, ძალიან საყვარელი მასწავლებელი მყავდა, ქართულის მასწავლებელი და რო გაიგო, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას ძალიან შეწუხდა და ვაიმეო თამარო გენაცვალე როგორ უნდა შეძლო მუშაობა მთელი ცხოვრება შეწუხებულ და ავადებულ ადამიანებს როგორ უნდა უყურო რა ჩუბია სკოლაში მუშაობაში ჯანმრთელ ბავშვებთან ურთიერთობას უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება გექნებაო და აი გამობივი და გათვალისწინებული რჩევა და ასე რომ აი ესე კონკრეტული რჩევა ეს დავამახსოვრდა და მე ვამბობდი რომ აი გავითვალისწინე ეს რჩევა. გასაგებია. ხო ვერ გაიხსენებთ საკუთარი სკოლის ან სტუდენტობის პერიოდს. რა არის თქვენი საყვარელი და ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონება? ხო, ჩვენი მოსწავლეობის პერიოდი და სტუდენტობაც უფრო განსხვავებული იყო, ვიდრე მეც ახლა ახალგაზრდებს რო უყურებ და სახლში შვილებს ურთიერთობები სამწუხაროდ გადასული არის ონლაინ სივრცეში და პრობლემას ვხედავ ამაში, იმიტომ რომ რაღაც ნათქვამი აზრი და წინადადება სახის მიმიკის, ემოციის, ინტონაციის გარეშე შეიძლება იქ დაწერილი ტექსტი საერთოდ სხვა შინაარსის მატარებელი გახდეს და მაწუხებს ეს. ჩვენ რაც მახსენდება იყო ეს რომ მე საუბნო სკოლაში ვსწავლობდი და კლასის ნახევარზე მეტი საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდიოდით და მეგობრობდით ოჯახებით, მშობლებით და ჩვენთვის არ იყო პრობლემა ერთმანეთთან მიმოსვლა და იმიტომ რომ კარგად იცნობდნენ ოჯახის წევრები ერთმანეთს და ეს ურთიერთობები არის ის რაც მე მგონი სჭირდება ნებისმიერ დროს ადამიანს. ანუ ეს არის ფსიქოთერაპიაც, ეს არის რაღაცნაირად ემპათიაც, გაზიარება და ცუდის თუ კარგის ერთმანეთთან და საფუძველი არის აი ნამდვილი მეგობრობის ურთიერთობის, სადაც ნიღბები არ არის საჭირო, აი ყველაზე ნამდვილი მაინც აი ბავშვობის მეგობრებთან ხარ და აი მე ვფიქრობ რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი მოსაგონარი, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვიხსენებთ ბავშვობას, აი ეს ერთმანეთთან სახლებში გატარებული დრო გვახსენდება და ეს არის ის რაც თანამედროვე ბავშვებს აკლია და აი მე მგონი რომ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოთ ხელი ამ ურთიერთობების აღდგენას. გასაგებია. მადლობა თქვენი საინტერესო პასუხებისთვის. ამის ჩვენი რუბრიკა დასასრულს მივახლოვდა. მადლობა მაყურებელს ყურებისთვის და ყურადღებისთვის და მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის.
მადლობას გიხდით მეც ყურადღებისთვის. მოგესალმებით წარმატებული კვირების მორიგი ეპიზოდი ჩვენი სტუმარი იქნება მარიამ ლომინაშვილი. მამამ წარმატებას მიაღწია ფიზიკოსთა თუ ნატურალისტთა ტურნირებში, რომელშიც საქართველოს ნაკრებში წლების განმავლობაში ასპარეზობდა. მას ბევრი медаლი აქვს მოპოვებული, მონაწილეობდა ჟაუტიკოვის ოლიმპიადაში და ლეონარდო დავითის გამომგონებათა კონკურსში მისი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. ახლა კი გადავიდეთ ინტერვიუზე. მოგესალმებით მარიამ, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ახარ? მეც კარგად. პირველ რიგში მადლობას გიხდი, რომ დაგთანხმდი ინტერვიუზე. ასევე მადლობა მოწვევისთვის. როგორც ვიცით, ბევრ ტურნირებში გაქვთ მიღწეული წარმატებას და ამ ტურნირების გაკეთებას სჭირდება ექსპერიმენტების ჩატარება, ხოლო ვეკუა სკოლა ინფრასტრუქტურით დიდად ხელს არ გვიწყობს ამაში. შეგიძლია გვიამბო ამ პრობლემებს როგორ უმკლავდებოდით და ვეკუა სკოლა ამ პერიოდში როგორი წვლილი ჰქონდა? კი ბატონო, ნამდვილად შემიძლია იმაზე დაგითანხმოთ, რომ სკოლის ინფრასტრუქტურის გამო ხშირად გვეშლებოდა ექსპერიმენტის გაკეთებაში ხელი, იმიტომ რომ რაღაც ისეთი მარტივი დაანდგარებიც კი არ ქონდა ხოლმე, როგორც არის შტატივი ან რაღაც სენსორები, რომელიც ძალიან ხალხს გვიშლიდა ექსპერიმენტების ჩატარების დროს. მაგრამ და ნუ რა თქმა უნდა გვიწევდა, რომ ჩვენი ხელით აგვეწყო რაღაცეები და ნუ სკოლას როგორც შეეძლო ფინანსური მხრივ გვეხმარებოდა კიდევაც, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, ეს გამოცდილება, ნუ ამ გადმოსახედიდან მაინც ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის, იმიტომ რომ კრეატიულობა შემმატა ამ რაღაც სენსორების ან ხელსაწყოების აწყობის დროს, რაც რავი ალბათ ყველა ექსპერიმენტატორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და მოკლედ ხო რა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ძალიან რთული იყო ხოლმე და რაღაც შტატივიც არ ქონდა ხოლმე და დაუშვათ გვიწევდა რომ რაღაცა მილი აგვეღო და მე რაღაც 5 გაგვეხვით, აი ჩავიდო და მოკლედ აი ძალიან ბევრი რამის ხელით აწყობა გვიწევდა ხოლმე და მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ ოდნავ მაინც განმევითარა ის რაც ინჟინერული სკილები, ასე რომ ვთქვათ. მადლობა ამ საინტერესო პასუხისთვის. კონკურსებში და ტურნირებში გამარჯვებისას მოპოვება დიდი სიამოვნებას ანიჭებს მონაწილეს თუ გულშემატკივრებს, მაგრამ მათში მონაწილეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრ ახალ უნარებს გვაძლევს. რა გავლენა მოახდინა ამ კონკურსებმა შენზე? ნუ პირველ რიგში იმის აღნიშვნა მინდა, რომ მარტო პროფესიონალური მხრივ არ ვითარდება ადამიანი, როდესაც ესეთ ტურნირებში იღებს მონაწილეობას. იმიტომ რომ ანუ ჯერ ეს ერთი ძალიან ბევრ ადამიანს იცნობს, ძალიან ბევრ კავშირებს ქმნის, ასე რომ ვთქვათ, თუნდაც არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთ ქვეყნებშიც და ნუ სოციალური მხრივ ძალიან ბევრ მეგობარს იჩენს, სწავლობ გუნდურობას, ლიდერობას და ასე შემდეგ. ნუ რაც შეეხება პროფესიონალური მხრივ, სხვათა შორის ტურნირებში მონაწილეობამ პროფესიის, ანუ რაც მქონდა ჩამოყალიბებული, რომ მინდოდა რომ რაღაც პროფესია ამერჩია, ეგეც შემიცვალა. ძალიან ბევრი ცოდნა მომცა როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული განხრით, ასე რომ ვთქვათ. და ხო რა, ძირითადად ჩამომიყალიბა რაღაც სოციალური, ლიდერული, ჯგუფური სკილები, ნუ რა თქმა უნდა, მეცნიერული მხრივაც ძალიან განვითარდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. ნუ მაგალითად ეხლა ფიზიკის ტურნირზე მარტო ფიზიკის მხრივ კი ვითარდებით, მაგრამ ნატურალისტთა ტურნირშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული და ფიზიკის გარდა ძალიან ბევრი მასალების სწავლა მომიწია ქიმიაშიც და ბიოლოგიაშიც. მოკლედ ტურნირები იმით არის კარგი, რომ აი ყველანაირად ვითარდება ადამიანი. პროფესიის არჩევა უნიშნულოვანესი პროცესია ადამიანის ცხოვრებაში. მოახდინა თუ არა გავლენა ვეკუა სკოლამ შენი პროფესიის არჩევაში და როგორ ფიქრობ? წახულობდი თუ არა იგივე მიმართულებით, რომ არ ჩაგებარებინა ვეკუა სკოლაში? სიმართლე რომ გითხრა, ვეკუაში ჩაბარებამდე წარმოდგენა არ მქონდა რა პროფესიაზე მინდოდა გაგრძელება, ან რაღაც უნივერსიტეტში ჩაბარების დროს რაღაც რა პროფესიას მიუთითებდი. უბრალოდ ერთადერთი ის ვიცოდი, რომ მათემატიკა მომწონდა ძალიან. და სანამ ტურნირებს დავიწყებდი, მანამდე უფრო მათემატიკის საოლიმპიადოებზე დავდიოდი და ალბათ მინდოდა რომ რაღაც პროგრამირებაზე ან თუნდაც მათემატიკურზე ჩავიმბარებინა. მაგრამ როგორც კი დავიწყე ტურნირები და უფრო სერიოზულად შევხედე ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, ნუ პირველი ტურნირი NT იყო და მაგის გამო ყველა ამ საგნის შესწავლა მომიწია.
და მოკლედ ტურნირებში მონაწილეობამ დამარცხნა, რომ ფიზიკის მხრივ მინდოდა წასვლა ჩაბარება და ალბათ ექსპერიმენტული ფიზიკის მხრივ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მთავარი ნაწილი ამ ტურნირებში არის ექსპერიმენტების ჩატარება რაღაც რისერჩი და თეორიული შესწავლაც. და მოკლედ ტურნირებმა მართლა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პროფესიის შერჩევაზე, იმიტომ რომ ტურნირები რო არ დამიწყო, ახლა ალბათ ან პროგრამირებაზე ვიქნებოდი, ან მათემატიკაზე, ან რაღაც ეგეთზე. მოკლედ, ხო ძალიან დიდი როლი ჰქონდა ვეკუას ჩემი პროფესიის არჩევაში და ასევე ტურნირებს. იმიტომ რომ რადიკალურად შემიცვალა ალბათ ცხოვრების გეგმა. მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო პასუხებისთვის. წარმატებული ვეკუალები კი ერთ კვირაში დაგიბრუნდებათ. ნახვამდის. მოგესალმებით, ეს არის გამოცანების რუბრიკა მე კი მისი წამყვანი საბავარ. დღევანდელი ჩვენი გამოცანა შემდგომში მდგომარეობს. გრენლანდია თოვლითა და ყინულით დაფარული უდიდესი კუნძულია. კითხვა: რატომ დაარქვეს ამ კუნძულს გრენლანდია, ანუ მწვანე ქვეყანა? პასუხები შეგიძლიათ აღწერაში მოცემულ ლინკზე გამოგიგზავნოთ. მოგესალმებით ვეკუატივის მაყურებლებო. ეთერშია რუბრიკა პროფესიების განხილვა და მე მისი წამყვანი ელენე შენია გახლავართ. მოგესალმებით დათა ვულკა. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის პირველ რიგში. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ცოტა განსხვავებული სტილით წარიმართება, რადგან მოწვეული ყავს მაიუნის დამფუძნებელი ლუკას ვერდია და დაქთა გოგია. ვინც არიცით, მოკლედ გეტყვით, რომ მაიუნიჯი მოსწავლეებს უმარტივებს უნივერსიტეტების არჩევას მათი ინტერესებიდან გამომდინარე. დეტალურად კი თავად გვესაუბრებიან. მოგესალმები ელენე, მივასალმები თქვენ მაყურებლებს. ახლა აგიხსნით თუ საერთოდ საიდან დაიწყო მაიუნის შესახებ იდეა. აღმოაჩინეთ ესეთი პრობლემა მოსწავლეებს შორის, რომ იმაზე თუ რაზე ან სად ჩაებარიათ ინფორმაციის მოძიება იყო საკმაოდ რთული და დამღლელი მათთვის. ერთ-ერთი საშუალება ისაა, რომ მათ ინფორმაცია მოეძიათ იყო ინტერნეტი, მაგრამ სულ ინფორმაციას რა თქმა უნდა ვერ იღებდნენ ყველა უნივერსიტეტის შესახებ. ამიტომ მეორე საშუალება მათ მიმართეს ახლობლებთან, ესე რომ ვთქვათ, ახლობლებთან გაიაროთ კონსულტაცია ამ ყველაფერზე, რომ უნივერსიტეტის ამ პროგრამის შესახებ მოეძიათ ინფორმაცია, თუ რომელი უნივერსიტეტი იცოდნენ ან საერთოდ რომელი პროგრამა. მაგრამ შესაძლოა ის ყველაფერი ძალიან ცუდი შედეგებით დამთავრებულიყო, რადგან ის უნივერსიტეტი მათ არ მოწონებოდა თან ნებისმიერი ის პროგრამა, რომელიც რეალურად ახლობლება ურჩინა, თუნდაც ბიძაშვილმა ნათესავმა. ამიტომ ჩვენ შევქმნით საიტი, რომელიც მოსწავლეებს მარტივად, ლაკონურად და სწორად აცრობს უნივერსიტეტის და პროგრამებზე ინფორმაციას. საერთოდ ახლა განახებთ საიტს, თუ როგორ შეუძლია რომ მე-11, მე-12, მე-12 კლასელებმა გამოიყენოს ჩვენი საიტი. როდესაც შემოხვალთ maiyuni.gz-ზე, შეგხვდებათ ესეთი რაღაცა, აირჩიე საგანი და მიიღე შენთვის შესაფერისი პროგრამა. აქ შეუძლია მოსწავლეს, რომ თავისი შესაბამისი საგანი, რომელიც მოსწონს მას სკოლაში, ის აირჩიოს, დაუშვათ ავირჩიოთ მათემატიკა, ბიოლოგია, უცხოენები. აქ შეუძლია რამდენიმე საგანი ერთად აირჩიოს. როდესაც მოსწავლე დააჭერს გაფილტრეს, ეს ყველაფერი გაიფილტრება და დაეწერება შენთვის შერჩეული პროგრამებია. აქ შეუძლია რომ ნებისმიერ პროგრამას დააჭიროს, რომელიც მას დაინტერესებს, საკმაოდ ბევრია. არჩევანი საკმაოდ დიდი იქნება, მით უმეტეს თუ რაც უფრო მეტ საგანს აირჩევს, რა თქმა უნდა, მით უფრო მეტი არჩევანი იქნება. შეგვიძლია ნებისმიერი, დაუშვათ მათემატიკა ავირჩიოთ და მათემატიკაზე ამოაგდებს ესეთ უნივერსიტეტებს, სადაც თბილისში არსებულ ყველა უნივერსიტეტში ისწავლება ეს პროგრამა, ანუ მათემატიკა. საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შეგვიძლია ნებისმიერი ავირჩიოთ, თუნდაც ავირჩიოთ საქართველოს უნივერსიტეტი. როდესაც მასთან გადავალთ, იქნება ესეთი რაღაცა. თანხა თუ რა ღირს ეს პროგრამა, შემდეგ იქნება ამ ყველაფრის ინფორმაცია, ესე რომ ვთქვათ, რო არის მათემატიკა, პროგრამა, სწავლების ენა რო აქვს ქართული, კვალიფიკაცია რო აქვს მათემატიკის ბაკალავრი, აქ შეგხვდებათ ესეთი რაღაცები, რადგან ვცდილობთ რომ როდესაც ეს ინფორმაცია არის გადმოღებული,
შეიძლება იყოს არასრული, რადგან უნივერსიტეტთან პარტნიორობას ნელ-ნელა ვაწარმოებთ და ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია ნელ-ნელა უკეთ და უკეთ შევასოთ. ნახავთ კრედიტების რაოდენობას, პროგრამის აღწერას, ადგილების რაოდენობას, შეუძლია რომ მოსწავლეს წაიკითხოს ამ პროგრამის აღწერა საერთოდ რა არის პროგრამის მიზანი. შეუძლია ასევე მოსწავლეს რომ ნახოს დასაქმება, თუ სად შეუძლია რომ ამ პროგრამის გავლის ესე ვთქვათ შემდეგ, თუ სად დასაქმდეს და ასე შემდეგ. ეხლა გადავალ ერთ-ერთ ნაწილზე, რომელიც არის საინტერესო საკმაოდ სიახლეების ნაწილზე. სიახლეებში იგულისხმება ღია კარის დღე ბანაკი ვორქშოპი და ჩვეულებრივი სიახლე, რაც უნივერსიტეტს შეიძლება გააჩნდეს და შეუძლია რომ ჩვენ მოსწავლეს ნებისმიერ ესე ვთქვათ მე-10, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასზე შემოვიდეს საიტზე და ნახოს ეს ყველაფერი. ერთ-ერთი ეხლა სიახლე გვაქვს ესეთი ღია კარის დღე ალტებრიჯის უნივერსიტეტში, რომელიც ტარდება 26 თებერვალს 5 საათზე, სადაც შეუძლია რომ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მსურველებს მოვიდეს და დაესწროს ღია კარის დღეს. აქ ნახავენ ტექსტს ყველაფერს ამ ღია კარის დღის შესახებ და შემდეგ ფორმას, რომელზეც შეუძლიათ რომ დარეგისტრირდნენ. ასევე გვაქვს კვიზები, უბრალოდ კვიზები ჯერჯერობით არ არის გაშვებული. დიდი ალბათობით დაახლოებით ერთ თვეში შეიძლება გაეშვას და კვიზები არის შემდეგნაირი. მე-9 და მე-12 კლასის მასალა არის გაერთიანებული, სადაც მოსწავლე გაივლის ესე ვთქვათ ამ ყოველივეს და შეიძლება რომ მოიგოს, ან თვეში ერთხელ, ყოველ 30 დღეში ერთხელ შეიძლება რომ მოიგოს ტოპ 3 ადამიანმა, 3 გამარჯვებულმა, ყისაც ყველაზე უმაღლესი ქულა ექნება, ლეპტოპი, პლანშეტი და ყურსასმენი. საიტის ასევე ერთ-ერთი გვერდი არის უნივერსიტეტები. შეუძლია რომ თბილისში არსებული ყველა უნივერსიტეტი ნახოს და შიგნით ინფორმაციაში შევიდეს. ავირჩიოთ დაუშვათ ალტებრიჯის უნივერსიტეტი, სადაც იქნება ეს ინფორმაცია, მასობრივი კომუნიკაცია, ფსიქოლოგია, ბიზნეს ადმინისტრება. ეს არის მათი, ესე ვთქვათ, პროგრამები. ეს არის საერთოდ ალტებრიჯის ისტორია, თუ როგორ დაასწრა, რანაირად დაასწრა. ასევე არის სიახლეები, მათი სიახლეები არის გზამკვლევი, რომელიც ესე ვთქვათ, მოსწავლის გამოადგება და შეუძლია რომ გაცვლით პროგრამები სტუდენტ ცხოვრებაზე მოსწავლებისთვის, ანუ მოსწავლებისთვის რა არის მნიშვნელოვანი, იმაზე გაიგოს ინფორმაცია და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს პროგრამების გვერდი, რომელიც არის ესე ვთქვათ სფეროებად დაყოფილი, დაუშვათ მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება არის ერთ-ერთი სფერო, რომელშიც ეს ქვეპროგრამები არის ჩადებული და შეუძლია რომ ნებისმიერ სფეროს და პროგრამებს გაეცნოს, ესე რომ ვთქვათ, როდესაც დააჭერს ამოუგდებს იმ უნივერსიტეტებს, რომელშიც ეს პროგრამა ისწავლება. ამ ყველაფრის გარდა მაინტერესებს თქვენს პლატფორმაზე ხდება თუ არა მოსწავლის ფინანსური თუ გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინება. გონებრივად რაც შეეხება კვიზებთან დაკავშირებით, ლუკამ აღნიშნა რომ გაშვებული კვიზები 15 კითხვისგან შედგება, სავარაუდო დრო არის 6 წუთი და შეიძლებათ თვის ბოლოს ტოპ 3 გამარჯვებულმა მიიღოს პრიზები. შესაძლებლობს ასევე შეიძლებათ რომ უნივერსიტეტის გვერდზე ჩვენ საიტზე არის უნივერსიტეტის გვერდი შეიძლებათ რომ ყველა სიახლე ნახონ მაგ გვერდზე. ამ ყველაფრის გარდა მაინტერესებს გაფართოებას თუ აპირებთ საქართველოს გარდა და მის მასშტაბით. ჯერჯერობით აუდიტორია გვინდა თბილისის მასშტაბით მოვიზიდოთ და შემდეგ გადავალთ ერთ სადღაც ერთ წელში დიდი ალბათობით ვფიქრობთ რომ საზღვარგარეთ ის უნივერსიტეტები გვეყოლება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს დროის გამონახვისთვის. მომავალშიც წარმატებებს და გაფართოებას გისურვებთ. ვეკვატიეს მაყურებლებს კი შემდეგ პარასკევამ და გამშვიდობებით. დროებით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაგაფოლოვოთ. მე კი შემდეგ პარასკევამ და გამშვიდობებით. ნახვამდის.